ვისენანება ქართველი კაცი, ოღონდ ჩაჭამოს ბანკმა. დაანადგურეს ბანკებმა ქართველები. პრაქტიკულად იძულებული გახადეს წასულიყვნენ ქვეყნიდან, კი არა, წასულიყვნენ, გაყარეს ბანკებმა საქართველოსთან ქართველები, გაყარეს. და ამ ქართველებს დღეს თქვენ ართმევთ იმის უფლებას, ხმის უფლებასაც ართმევთ. ეროვნული ხელისუფლება არ რომელსაც 2 მილიონი ადამიანი, არა მარტო ეს წინახელები, რომელიც 2 მილიონი ადამიანი გაუშვა ქვეყნის გარეთ. ეროვნული ხელისუფლება არ რომელსაც საზღვრები გახსნა და 170 ქვეყნის წარმომადგენლებს ვიზის გარეშე შეუძლიათ შემოსვლა სოფლიოში მეორე ასეთი ქალაქი არ არსებობს. ეროვნული ხელისუფლებაა, სადაც განათლება სოფლიოს 45 ქვეყანას შორის ვერ ხვდებით, როდესაც საბჭოთა კავშირის დროსაც კი ათეულში ვიყავით. 800,000 კაცი ვყავს დახმარებაზე. ეს არის ეროვნული ხელისუფლება. ეს არის გაზრდილი ეკონომიკა. დემოგრაფიული სიტუაცია არის კატასტროფული. ეს არის დაბნელდა ამ ქვეყანაში. დავით აღმაშენებელი რო ადგეს დღეს. და ყველა მეფე გიორგი წყიმალე, თამარ მეფე რო ადგეს და მათ თქვას რომ მიწა უნდა გაიყიდოს, უნდა უთხრათ რომ არა. ვინ არის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ვაყიდიებს ქართულ მიწას? დავას უყურებთ იმედ მონებივი ჩვენ. შევაკვდეთ უნდა, ვისაც შემდიდია ბრძოლა, მაგრამ ეს არ უნდა დაუშვათ.